ნოლანის ოდისეა ჯერ არ გამოსულა და უკვე მოასწრო ინტერნეტ სკანდალში გახვლოვა. ჟურნალ Times-ის ინფორმაციით, პროექტის ირგვლივ კრიტიკის ტალღა აგორდა. რეჟისორი მეტისმეტად არა თანმიმდევრულად მიუდგა ისტორიულ ავთენტურობას, ესე ვთქვათ. ფორმალურად კრისტოფერ ნოლანი ცნობილია პრაქტიკული და ავთენტური გადაწყვეტილებების სიყვარულით. რეალური დეკორაციების შენებიდან დაწყებული, ნატურაში გადაღებები დამთავრებული, თუმცა ოდისეის შემთხვევაში, როგორც ჩანს, ამან საკმაოდ უცნაური შემოქმედებითი გადაცდომები გამოიწვია. მთავარი სადავო მომენტი საუნდტრეკი გახდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ კომპოზიტორ ლუდვიგ იორანსონს თითქოს შეუზღუდეს ორკესტრული ჟღერადობის გამოყენება იმ არგუმენტით, რომ ძველ საბერძნეთში ორკესტრები არ არსებობდა. სადღაც ესეც იყო, თუმცა ამავდროულად პროექტში ჩართეს საყოველთაოდ ცნობილი რეპერი ტრევის სკოტი, რამაც